სიკვდილი განიცადა მათთვის, ვინც მე ვხედავ, რომ შენ მოიყვანე მსხვერპლის შესაწირად, ეუბნება მღვდელი კაცს, ვისაც კრავი ჰყავს მოყვანილი. დიახ, მე ვიცოდი, რომ უნდა მომეყვანა კრავი, მაგრამ განა მართლა უნდა იქნეს კრავი შეწირული? რა თქმა უნდა, რადგანაც სისხლის დაღვრის გარეშე არ შეიძლება ცოდვის მიტევება, პასუხობს მღვდელი. მაგრამ ეს კრავი უდანაშაულოა, მას ცოდვა არ ჩაუდენია და ჩემს შვილებს ძალიან უყვართ იგი. ვიცი, მაგრამ ცოდვილს არ შეუძლია სხვისი ცოდვების გამოსყიდვა. შენ შესწოდე და აღარ გაქვს სიცოცხლის უფლება და შენ სიკვდილით უნდა დაისაჯო, თუ შენს მაგივრად ვინმე უცოდველი არ შეეწირება, პასუხობს მღვდელი. და აგრძელებს საუბარს. დაადე შენი ხელი კრავს, ამით შენ აცხადებს შენს დანაშაულს და კრავის უცოდველობას. ღმერთი შენს საქციელში ხედავს იმის აღიარებას, რომ შენ გაიგივდი კრავთან და მზად არის მსხვერპლის შესაწირად. შენი ცოდვა გადავიდა კრავზე. მისი სიკვდილის შემდეგ შენ განთავისუფლდები ცოდვებისაგან და გახდები ისეთი წმინდა, როგორიც იყო კრავი. ცოტათი დაწყნარდა კაცი და მშვიდად ადებს ხელს კრავს თავზე. დანა, კრავის სისხლი იღვრება უდაბნოს ქვიშაზე. შთამბეჭდავის ანახაობაა ეს ყოველივე. კაცმა ღრმად ამოისუნთქა, აღაპყრო თვალები ზეცისკენ. მან იგრძნო თუ როგორ მოეხსნა დიდი ტვირთი მხრებიდან. კრავი იქნა შეწირული მის მაგივრად და ეპატია მას. ო ღმერთო, გმადლობ შენ.